საღამოშიდოვისა და დღეს ჩვენი დამაგვირგვინებელი ლექცია არის ალბერ კამიუს უცხო. მინდა რომ რაღაცნაირად დიალოგში შევიდეთ ერთმანეთთან, ცოტა ეგზისტენციალურად მივუდგეთ ამ ტექსტს და ყოველს თავისი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ტექსტთან ასე არის. საკუთარი დამოკიდებულება გვაქვს და რაღაცა ყველამ ჩვენი აზრები თქვათ ამაზე. კამიუს რაღაცა სათქმელი, დიდი სათქმელი უნდა და გამოეხატა ამ თავის პატარა მოთხრობაში. და მარსოს ამ ისტორიაში, ეს ამის მონოლოგია არა მარსოს და უცნაური ადამიანია ჩვენს წინაშე, რაღაც არაკონვენციური, კონვენცია რა შეთანხმებითი რაღაცა წესებია საზოგადოებაში და არ ერგება ამ წესებს და მაგალითად ვიგებთ რომ დედა გარდაეცვალა და ეს მარსო დედა გარდაეცვალა და რაღაცა ვერ ხედავთ რომ აქ დიდი განცდები აქ რაღაცა თქოს ჩვეულებრივი ფაქტი არის. რაღაცა ერთ-ერთი რაც აღელვებს ამ ფაქტში უცებ არის უშუალოდ რომ რაღაც უხერხულობას იქმნება მისსა და დამქირავებელს შორის. რომ უნდა წავიდეს ახლა და მოწყდეს სამუშაოს 2 დღით. ან 2 დღით კი არა, გამოდის 4 დღე, იმიტომ რომ ხუთშაბათს უთხრა როგორ ჩანს და პარასკევსა რომ უნდა მივიდეს საავადმყოფოში და მე შაბათ-კვირა გადაებმება და ეს რაღაცა გამოდისო ძალიან დიდი დრო არის. და ლამის ბოდიშსაც კი უხდის, ჩემი ბრალი არ არისო უთხრა ამ დირექტორს დამქირავებს. მე ვიხდა რაღაც არასწორად მოვიქეციო. რა ვსკი ჩემი ბრალი არის, აქეთ უნდა მისამძიმრებდეს და მე რატო უთხარი ჩემი ბრალი არ არის. მე ამბობს რომ ალბათ ჩავებს რომ ჩავიცმეო და რაღაცა ოფიციალურ ფორმას მივიღებო, მე სხვანაირად შემომხედავსო. რაღაცა კონვენციები არის, რომელსაც თვითონ ეს კონვენციები ამ მარსოსთვის არის უცხო, რაღაც გაუცხოებულია ამ კონვენციებთან, შეთანხმებებთან და ჩვენს წინაშე რაღაც უცნაურად იქცევა. მიდის დედის დასაფლავებაზე აქაც არის ღამისთევის ტრადიცია არის გაძლევენ უფლებას რომ დარჩე კუბოსთან მთელი ღამით და აქაც არაკონვენციურად ისევ არ მოულოდნელად ამბობს რომ არ უნდა ნახვა დედამისის სახის არ უნდა უბრალოდ აი რატო არ უნდა არ ვიცით ვერ ვიგებთ იმას რომ ან ძულს დედამისი არა ეგეთი რაღაცა არ აქვს უბრალოდ არ უნდა და არ უნდა არც ვიგებთ რატო არ უნდა გულწრფელად ამბობს არ მინდა მე ხვდება რომ რაღაცების რცხვენია მაგალითად რამდენი წლის იყო დედაშენი მოხუცი იყო ძალიან არც ისე ამბობს და უცებ მიხვდება რომ არ ახსოვს დედამისი რა ასაკის იყო მე არის შესთავაზებს ეს მცველი თუ ვინც არის კარისკაცი ყავას რძით ამ კუბოსთან ეს აიღებს გაუხარდება მე სიგარეტის მოწევას ფიქრობს პატარა დაბრკოლება აქვს მოწიო თუ არა სიგარეტი რა მნიშვნელობა აქვს და მოწევს ამ სიგარეტს და შესთავაზებს ამ კარისკაცს ის მოწევს ეს ყველაფერი უცნაურობებია მე ამოტივტივდება როგორც მისი საწინააღმდეგო მოქმედებები თავის დროზე ხედავ რომ ხო თავისებურად იქცევა რა რასაც ხედავ ეს მარსო არ ერგება არაფერს აი თვითონ როგორც არის ისე იქცევა თავის შინაგან ხმას მიყვება თუ თავის შინაგან დამოკიდებულებას არ აბრკოლებს ასე ვთქვათ რაღაცა კონვენციების გამო რაღაცა შეთანხმებების გამო და საინტერესოა რომ აი ელი სხვა რაღაცას ვისაც დედა გარდაეცვალა იმ ადამიანისგან მაგრამ სხვა რაღაცას პოულობ მის ცნობიერებაში პოულობ ძალიან დიდ ყურადღებას დეტალებზე აი ის კაცი როგორაა წითელი ყურები როგორ აქვს როგორ ჩაახველა ცხვირსახოთში რა ფერისაა კედლები რა გავლენას ახდენს მას ეს გაჩახშახებული კედლები როგორ თხოვა რომ ჩაუწიეთ შუქს და არ გამოდის და სულ გაჩახშახებულობაში უნდა იყოს რაღაცა უამრავ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას პატარ-პატარა დეტალებზე თქოს ფიქრობ რა დროს ეს დეტალებია სხვა რაღაცა ყურადღება მისაქცევი და ამას სხვა რაღაცები აინტერესებს დეტალები აინტერესებს ზუსტად აქაც განახებს რომ აი დაუბრკოლებლად მიყვება რაღაც თავის შინაგან დაკვირვებებს შინაგან დაუბრკოლებელ რაღაც აღქმას რეალობის დედამისი ჩაუბარებია ამ მოხუცთა თავშესაფარში და გარდაიცვლება დედამისი. და იგებ რომ ეს ცუდად კი არ მოქცეულა, აბა სხვა რა უნდა გააკეთებინა პრინციპში. ხო, თითქოს არ არის ზნეობრივი საქციე რომ დედა გაუშვა მოხუცებულთა თავშესაფარში. მაგრამ მეორეს მხრივ პატარა ხელფასი ქონდა, დედამისი სჭირდებოდა მოვლა. და თვითონ ვერ მოვლიდა, მომლელს ვერ დაუქირავდა იმ ხელფასით, ამიტომ ბუნებრივი იყო რაღაც, მაგრამ სახელია გატეხილი, რომ დედა ჩააბარა მოხუცებულთა თავშესაფარში. თუმცა ვიგებთ რომ რაღაცა
ვერ იყო კარგად ამ ქალაქშიც, ალჟირში, დედამისი მასთან ბინაში ვერ იყო კარგად, იმიტომ რომ იქაც ტიროდა ხოლმეო და აქაც ტიროდა ხოლმეო და მე სანამ შეეჩვიო. ესე იგი, რაღაცა მაინც ცუდად იგზნო თავი დედამისმა თავშესაფარში გადმოვიდა და ამას ჰქონდა სურვილი რომ წაეყვანა დედამისი უკან. ვიგებთ ამასაც, იმიტომ რომ მე ტირილს იწყებდაო, როცა ვეუნეოდი, როცა წაყვანაზე ვეუნეოდიო. ვინ ეუნეოდა წაყვანო? თვითონ ეს ეუნეოდა, არა? იქ ტირილს იწყებდა, ესე იგი იქ უფრო მოწონდა. ანუ რაღაცას ხედავს რომ თლად კარგი მდგომარეობაში არ ჩაგდო თავიდან დედამისი და მე კი შეეჩვია ამას, მაგრამ თავიდან არ იყო კარგად. ანუ რაღაცა მომენტია, სადაც როგორ თქვა, ერთ სიზამ ცუდია, მეორე სიზამ ცუდია. რო გაუშვა იქ ცუდი იყო, იმიტომ რომ დედამისი მოცილდა და რაღაცა თლად კარგ მდგომარეობაში არ მიიყვანა, იმიტომ რომ იქ შეჩვევა ჭირდება დედამისს და თავიდან ტიროდა, ანუ დაუმატა რაღაცა მის ცუდად ყოფნას. თუმცა ქალაქში ცუდად იყო, მაგრამ მეორე ეს რო არ გაკეთებინა, ვერ მოულიდა უბრალოდ ქალაქში. თვითონ ხონდა ემუშავა რა რაღაცა და ეუნევიან, მე დირექტორიც ეუნევა თავშესაფარის. მე ვნახეო შენი საბუთებიო და გასაგებია რატომ შეაბარდა შენიო. აქო ვერ მოულიდიო და ამართლებს ამას. მაგრამ ეს არ იციან მისმა მეზობლებმა. მე გაიგებს სასამართლოზე რომ სახელი გატეხილი ყველა მეზობელში. უბრალოდ მეზობლისგან გაიგებს, რომ მეზობლებში სახელი გატეხილიო, რომ დედა ჩააბარე მოხსენებულ თავშესაფარშიო. ამან არ იცოდა ეს საერთოდ რომ ეგეთი სახელი გასტეხვია ამის გამო. იქაც აი დეტალებია როგორ ასაფლავებენ დედამისს, როგორ მიყვება და არ ტირის. ტირის ერთ-ერთი კაცი რომ მოხუცებულ თავშესაფარში დედამისის მეგობარი, ის დაუახლოვდა დედამისს მაშინ და რაღაცა თან ეს რა არის, ისინი ფხიზლობენ და ამას ჩაეძინება იმ ღამის თევაზე. ეძინება რა, ამიტომ ესეც ეს განსხვავება არის ამასა და სხვებს შორის და ესეც მის წინააღმდეგ მე იქნება გამოყენებული. თვითონ ვერ ტირის, არ ტირის, რაც არა აქვს ის არ იჩვენებს თავს. ანუ წარმოგიდგენ ახლა არის დეკორუმი რაღაცა, ხო? არის დაუშვათ პანაშვიდი არის რაღაცა დეკორუმი უნდა დაიცვა წესები, ფორმა. ეს ამ ფორმას არ იცავს. ანუ რომ მოერგოს რაღაც ფორმას, აი ფორმა არის, მე ხა სევდიანი სახე უნდა დავიყენო, ცრემლები ჩამოუშვა. არ უნდა ესა. და ეს იმას კი არის შესო გულგრილია დედამისის მიერ, რა თავისებურად უყვარს კიდეც. მაგრამ იმ მომენტში არ აქვს, შეიძლება იმ მომენტში არ მოწოლია ეს გზნობები. ან სხვანაირად აქვს გზნობები, სხვანაირად აქვს რაღაცა გული მომართული და კი უყვარს, გიყვარსო და შენიო მე რა კითხებიან დაკითხვის დროს. კი რა თქმა უნდა, როგორც ყველას უყვარს, ესე მიყვარსო მეცო. ხო? რამე განსხვავება მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ ამ დროს ეუბნეო რომ მაგრამ ხო არის ეგეთი მომენტი რომ უახლოეს ადამიანებს არ არის ადამიანის რატო ან წესის სახით რატო ამას არ ვიცი, მაგრამ არ არის ადამიანიო რომ თავისი უსაყვარლესი ადამიანის სიკვდილი არ მოსდომებოდა ხანდახანო. არ ვიცი რატო ამას ამას დოსტოევსკისაც აქვს ეგეთი ტკისებითი ფორმით ნანახი რომ აი ეს გარდაულათო ის სიხარულიო რომელიც გვეწოვა ხოლმეო როცა სხვის უბედურებას გავიგებთ რომელიც მე არ ამაქვსო. რატო ამას რომ აუცილებლად სიხარული გეწოვა ამ დროს წესის სახით ამბობს დოსტოევსკი რამდენიმე ადგილას იმეორებს ამას, მაგრამ აქაც რაღაც ამას ამბობს რომ ხო მიყვარდა, მაგრამ რაღაცა 800-ე არ ვიქცეოდი, არ ნიშნავს რომ არ მიყვარდა. რატო გინდა რომ მოულოდნელად იქცევა, რაღაც გულგრილობას ავლენს თითქოს, მაგრამ სინამდვილეში არ ნიშნავს რომ არ უყვარს. ისო ჩაბარა აქ, იგებ რომ სხვა ვარიანტი არ ქონდა. ხო, რაღაცა მიშვებული ტიპი არის, ანუ ცხოვრობს დაუგეგმავად დღევანდელი დღით და დღევანდელი დღით და ხვალინდელი წარსული მაინც არ აღელვებს. დედა გარდაეცვლება და მე ჩადის ალჟირში რაღაცა ცუდად არის, რაღაცა ბენზინის სუნი, დიდი ხნის გზავრობა, ფიზიოლოგიური მომენტები წამოდის წინ, რომ კარგად ვერ აზროვნებს, რომ ფიზიოლოგიურად არ გზნობს თავს კარგად. ამიტომ რაღაცა მოინდომა, რომ რაღაც გადავაყოლებ გულს და წავიდა პლაჟზე. იქ ნახა თავისი ძველი თანამშრომელი ეს მარი, რომელიც აქამდე მოწონდა კიდეც და ეხა პლაჟზე რაღაცა ძველი გზნობა გაუცოცხლდა და რაღაცა შესთავაზა მე იცურავებენ ერთად, მე რაღაცა კინოში წასვლა შესთავაზებს და დაემთხვა ის რომ მაინც კომედია ფერნანდელის. და კინოს მე ერთად გაატარებენ ღამეს და რაღაც დაიწყებს ამ მარისთან ურთიერთობას. ხო, მარისთან ურთიერთობაშიც რაღაც უცნაურად იქცევა ეს. მარი უნება გიყვარო, არ მიყვარ ხარ, გულწრფელად ეუნება. ხო არის არ ვაწყენინო ადამიანს და დაუშვათ კი როგორ არ მიყვარ ხარ რაღაცთან ურთიერთობა აქვს სქესობრივი როგორც შეყვარებულთან და საყვარელთან და პირობრივად არ მიყვარ ხარ. მარის ეწყინა და თან მაგრამ მარის მაინც აქვს ეს მომენტი რომ აი ზუსტად ამის გამო ეგეთი საძაგელი რო ხარ მიყვარ ხარ ეს რამეს ეუბნება.
და ცოლად მოვიყვან, რატომაც არა. ნებისმიერს მოვიყვანდი, ეგრე რო ეთქვა ჩემთვის. რაგაც უცნაურობაა რაღაც, არაკონვენციურია. მოიცა თუ არ გიყვარს ცოლად რატომ მოიყვან? ან ნებისმიერს რატომ მოიყვან? ესე თუ გეტყვის. უცნაურობაა. ცოლად მოიყვანა პატარა ამბავი ხო არ არის, არა ადამიანი ვინცდანაც არ გიყვარს ცოლად მოიყვანენ, ხოლმე დაიტანჯო და ეს ამაშიც არ ჯდება ამ კატეგორიებში რაღაც. თქოს ობიექტურად ეგრე არ უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ამ ობიექტურობას უსხლტება. რატომაც არა, რაღაცა გულგრილობის თითქოს აი გულგრილობის დონე აქვს, რაღაც ძალიან მაღლა აყვანილი თუ ასე შეიძლება ვთქვა, რაღაც სუპერ გულგრილი არის ამ გაგებით, თითქოს. ხო, აი ზაღლი ძალიან საინტერესო ეპიზოდია ეს ზაღლი. მეზობელი იყავს, რომელსაც ცოლი მოუკვდება და მე ძაღლს იყიდის თუ ძაღლს აჩუქებენ ლეკუს. და ხო და ამ ლეკუს რაღაცა ხელიდან აჭმევს და ძალიან შეეჩვევა და უცებ აი თვითონ მარსოს აღწერაში, უცებ დაიბადება შენს თვალწინ რაღაცა ძალიან ფაქიზი სიყვარული კაცის ძაღლის ამ კაცის და ძაღლის რაღაც ფაქიზი ურთიერთობა. მიუხედავად რომ წიხლებს ურტყავს, აგინებს ეს ასეთი და ასეთი ძაღლი და ამას გადავყევი და სულ ამის სეირნობა მიწევს და რაღაცა და ეს ქეციანი და რას არ უწოდებს, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ძალიან მიჯაჭულია, ძალიან უყვარს და რაღაცა აი სიყვარულს განახებს, რომ სიყვარული უცნაურ ფორმებს იღებს. შეიძლება ცოლი არ უყვარდა ისე როგორც ძაღლი შეუყვარდა ხა და აი ესე არის რასიზმი, ეგეთი ადამიანის ბუნება რომ შეიძლება ძალიან ღრმა და ფაქიზი გაცდის, სხვა რაღაცაში გიყვარდეს და არა ადამიანი. ესეც არ ჯდება კლიშეებში. ხო, რასიზმი ეგრე ხდება ხოლმე. და რა უნდა უქნა საკუთარ თავს, უნდა გაუწყრე საკუთარ თავს, რის საფუძველზე უნდა გაუწყრე საკუთარ თავს. მაშინ ქონდეს მეტაფიზიკური ხედვა, რომ ძაღლის მიმართ, არა ადამიანის მიმართ ასეთი ფაქიზი მიჯაჭულობა ონტოლოგიურად, მეტაფიზიკურად არასწორია. ამიტომ მე ამას გავაკონტროლებ, აღარ მივაქცევ ამას ასეთ ყურადღებას დაუშვებ და ამ გზნობებს რაღაცნაირად შევაკავებ და რა ვთქვა, გავწვრთნი ამ გზნობებს, ასე ვთქვათ, ამ მეტაფიზიკური ხედვის შუქზე. მაგრამ აქ ეს არ არის, არამედ მეტაფიზიკა არ არის. ეგრე არის რა, ეს მეზობელი ესეთია, აი ესეთი ფაქიზი განცდა აქვს თავის ძაღლის მიერ და რა ვიცი, აქამდე რომ აგინებდა და აღმოჩნდება რომ როგორ განიცდის, როგორ ხوار მოკლავენ. სად ვიპოვა, წავიდა თავშესაფარში, იქ რო ვერ ვიპოვა, მე რა ვქნა. პოლიციას ხო არ ვკითხო, აი პოლიცია კი ამბობს რომ ეგეთი რაღაცები ხდება და ამას არც აფიქსირებენ, იმიტომ ძაღლია, ძაღლი გაიტანა მანქანამ და ეს შეცდომას დაუშვებს. შეგიძლია სხვა ძაღლი იყიდო და მე მივხვდი რომ შეცდომა დაუშვეს რომ უთხარი, სხვა ძაღლი კი არ უნდა, ის ძაღლი იყო, ის გაქოცული ძაღლი, რომელსაც დაემსგავსა კიდეც. ხან ძაღლი პატრონს ემსგავსებოდა, კი პირიქით მოხდა რომ პატრონი ძაღლს დაემსგავსა. ხო და რაღაც აი ეს უცნაურობებს განახებს. მე თვითონაც ეს საბედისწერო თავგადასავალში რომ მოყვება, მანამდე ხო სახში ბრუნდება, ეს თავის სახლი დიდად ეჩვენება, იმიტომ რომ დედამისი რაც არ ცხოვრობს ამ სახლში და გარეთ იხედება და თავის პატარა სიხარულები აქვს ცხოვრების. აკვირდება ამ სკოლის მოწაფეებს, კინოში რომ მიდიან და აკვირდება რა დეტალებს, რომ იქიდან რომ გამოვიდნენ, სათავგადასავლო ფილმი ნახეს, იმიტომ რომ ძალიან ლაღად იქცევიან. ესე იგი, შთაგონება მიიღეს იმ ფილმიდან, ესეთი ქცევით სათავგადასავლო ფილმიდან გამოსულები არიან მარტო. რაღაცა ძალიან საინტერესო დაკვირვებები აქვს, უცნაური. რაღაცა ჩვენ არ მიაქცევდი ყურადღებას, ის თვალები რო არ გქონდეს, გაატარებდი ასე და შეხედე, რაღაცას რაც გონია რომ მიაქცევს ყურადღებას, არ აქცევს ყურადღებას, რაღაცებს აქცევს ყურადღებას, რაც თითქოს დეტალია და უმნიშვნელოვანია, ის უმნიშვნელო, ისეთი საინტერესო და ლამაზიანით აქვს, პოეტურად გადმოცემული, ისეთი ხაზგასმით, ისეთი დეტალები და ნიუანსებით, რომ გაინტერესებს შენს. ვიღაც სპორტსმენები მოვლენ და აი ხო უტირებთ ყოფა, და ხო მართალია, არც ის რა თამაში ითამაშა, ვისთან ითამაშა, მაგრამ დაეთანხმება. რაღაცა თავისი გულგრილი, მაგრამ ამავე დროს საინტერესო სამყაროა. თავი უცნაური, იდიოსინკრეტული თუ რაცგან დაარქვი, თავისებური, ყველასგან განსხვავებული. თავისი მეზობელი ერთი რაიმონდი, რომელიც შესთავაზებს, რომ წამოდიო რა, ჩემთან გასადილებო თუ რაღაცა, აი დაჟეკ ჩემთან ორი ბოთლი ღვინო მაქვსო და გაყვება იმიტომ რომ მეზარებაო, საჭმლის გაკეთება მეზარება, მან კვერცხს მოხარშავს და პურის ყიდვა დაეზარება და იქო შეჭამს ამ კვერცხს რაღაცა. მე იმიტომ გავყევი რომ საჭმლის გაკეთება დამეზარაო და აი ამ თავიდან ავირიდებ ამასო. არ და ის კაცი არის, რა ქვია მაგას, სუტენიორი თუ რა ვიცი, ქართულად როგორ არის, ვიცი, სუდი რეპუტაციის ტიპი არის. თავს აჩვენებს რომ საწყობის გამგეორმას იმაში სუტენიორი არის. არა აქ დაბრკოლება, ესაა თუ ეს არის, არა ინტერესს, მიყვება, თქოს აი დინებას მიყვება, რაღაცა კლიშეებს, რომ აი ეს სუტენიორია და სუტენიორთან სახში როგორ უნდა შევიდე, აი ეს არა აქვს.
ამ რეპუტაციის ადამიანთან რომ შევიდე მეც ეგეთი რაღაც არ მომეცხოს ცუდი რაღაცა რეპუტაცია მისგან არ ჩათვალო რომ მე რაღაცნაირად თანაგზნობა მაქვს ამგვარი ტიპის ადამიანებთან რაღაცა ესეთი რაღაცები არაფერი არა კაი კი ბატონო მაგრამ ამას იმით კი არ ამართლებს რომ მე აი გაბედულ ნაბიჯს გავ და რო არ იფიქროს რომ მე რაღაც კომპლექსები მაქვს არა ეგეთი არაფერი არა არაფერი გაბედული დინებას მიყვება რაღაც თქოს არც აქვს ეს არანაირი ჯებირები თავის თავში ერთ-ერთი მიზეზად აცხადებს დაზარება საჭმლის გაკეთების და იქ რაღაც საჩოთი რო რაღაცებს ეუბნება ის უყვება რომ ვიღაც ქალია რომელმაც უღალატა რაღაცა ვითომ ფული არ აქვს ესე რომ ფულს შოულობს სადღაც აი ბრასლეტები ქონია რომელიც ლომბარდში ჩააბარა ესე იგი ვიღაცა სხვაც აძლევს ფულს და მატყუებს და რაღაცა და ცემამ ქალს ამბობს და ღირსია და ნუ ასეთ ადამიანს უნდა გაცილდე ხო არ და დამიწერე რა წერილი რომ მინდა ჩემს საქმეში რაღაცა ჩემი საქმე მოვაკვარახჭინო და რაღაცა ამ ქალთან კიდევ უფრო მაგრა დავსაჯო მინდა ეს ქალი და ღირსად დავსაჯო რაღაც ამას არ აქვს მორალური ჯებირები არ აქვს რომ ეს დაუშვებელია რაც კანტის კატეგორიული იმპერატივი რომ შეიძლება ეს რაღაცა ასეთ რაღაცას დაყვე ასეთ ადამიანს როცა გეუბნება სხვა ადამიანის დაჩაგვრას თუ რა ვიცი სხვა ადამიანის გასამართლებას თუ ასე პირად დაჟჯას პირადი ბოღმის გამო ან რაღაცა ესეთი რაღაცები არ აქვს დაუწერს ამ წერილს აი ესეთი განსაკუთრებით რა ეს ინდიფერენტულია რასაც ზედმეტად ინდიფერენტული შეიძლება თითქოს აი ხელოვნურად ინდიფერენტული არის ისეთი განსაკუთრებით ერთი არაბუნებრივად ინდიფერენტულობაც არ არსებობს რაღაცა შეიძლება დაგაბრკოლოს არა რაღაცა ეს მარტო ის კი არ არის რომ დაუშვათ ინდიფერენტული ვარ და მიყვები დინებას აქ დინებას მიყვები და ამ შენი დინების მიყოლის გამო შეიძლება ის ქალი გალახოს კიდე რა დასაჯოს ან გაუბედუროს კიდე ამ რაიმონდმა მისმა მეზობელმა ეს თავის ქალის დასაჯელად არ აწერინებს? რაღაც კასტურიის ჩანს ხო? აი არაბები რაღაც ძალიან სიარიან ხოლმე მოხსენიებული. ხო, ეს არაბი ქალი არის ხო, რა შეიძლება არ მგონი აქ რაღაც რასიული ამბავი იყოს და უფრო დაბალ რასას უყურებს, ეგეთი რაღაცა არ ჩანს აქ. უბრალოდ არაბი გოგო არის, ვისი ფრანგიც რო იყოს, მაინც იგივე ბოღმა ექნებოდა, იგივე დაჟემოვნდებოდა. მაგრამ ეს თავის აწერინებს რაღაც წერილს, ეს მონაწილეობს ამის რაღაც ბოროტქმედებაში ფაქტიურად, მაგრამ არაფერი პრობლემა არ აქვს. წერს ამას, კაი, მისი ინსტრუმენტი ვარ რაღაცა სხვა არაფერი. ყველაფერში მიყვება, მე ქუჩაში მიდიან, ბილიარდს თამაშობენ ერთად რაღაცა საროსკიპოში წასვლა შემოთავაზავ, მაგრამ არ გავყევიო, იმიტომ კი არა რაღაცა მორალური პრობლემები აქვს. ფსიქოლოგიურად, ჩემი გემოვნებაში არ არისო. გემოვნების გამო არ მიყვება საროსკიპოში და ამიტომ უვარს, რაღაცა მორალური ეს ცუდია თავისთავად რაღაც არასწორი საქციელია, ესეთ რაღაც არ აქვს. ისე გულისამაჩუყებლად აღწერს ამ ამბავს, აი დედის გარდაცვალება არ არის არაფერი შემთთვის, ისე მისთვის ეს ფაქტი გულისაჩუყებას არ იწვევს, მაგრამ ეს ძაღლის დაკარგვა ისე აქ ახსენილი, რომ ხედავ რომ ამჩნევს რაღაცას, აი ამ სიღრმეს, ამ სიყვარულის თუ რაღაც მიჯაჭვულობის თუ რაღაცა ხედავს ეს ამაში ხედავს, ანუ მოულოდნელად დაინახავს იმაში, სადაც თითქოს არ უნდა ელოდე ასეთ რაღაცას და თავისი ახლობელი ადამიანის დაკარგვაზე თან მამა არ აყავს, დედასთან ცხოვრობდა, სულ იქ არ ჩანს ეს, იქ რა თქოს გულგრილობა ფარავს ამას. მაგრამ ისე ვამბობ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ არ უყვარს. თავისებური დამოკიდებულება აქვს. შეიძლება მას არ უნდა ეს სიყვარული თუ არ გამოვლინდა მაგალითად კონკრეტულად აი ამ მომენტში შეიძლება სხვა დროს გამოვლინდეს და არ უნდა რომ მოერგოს რაღაცა კონვენციას, რომ გლოვის დროს კი ბატონო გავიკეთე ეს შავი რაღაცა მივიღე ამაში მონაწილეობა მაინც ხო ამ რაღაცა რიტუალში, მაგრამ მე არ მინდა ამ რიტუალმა მთლიანად დამემორჩილოს და მთლიანად ამ რიტუალურად მოვიქცე რაღაცა რიტუალი ასეთი რაღაცა მე გულში თუ არა მაქვს არ ვიქცევი ასე აქ არ ჩანს თან დემარში ეს უცნაური არის იმიტომ რომ ადამიანი რომელიც იცის რომ ყველა ასე იქცევა თვითონ თუ არ იქცევა და მიყვება ამ თავის ასე ვთქვათ ცხოვრებისა უბრალოდ როგორც განიცდის იმას ბუნებრიობას უნდა გძნობდეს ამას რომ ამ თავისი ბუნებრიობის მიყოლით ის რაღაცა ყვირის საზოგადოების წინაშე ამიტომ ეს რაღაც დემარში უნდა იყოს აქ დემარში არ იგზნობა თვითონ ასეც უნდა იყოს ასე არის არც გამოწვევასაც არ ესწრის საზოგადოებას ამის მერე ეს რაიმონდი ცემს თავის ოთახში ამ ქალს პოლიციას გამოუძახებს ეს არ გამოიძახებს პოლიციას რატო არ გამოიძახებს პოლიციას არ მიყვარს პოლიცია არ მეპიტნავება მეტი არაფერი და კი მაგრამ ისა რომ მოკლას არ უნდა გამოიძახო ხო რა პასუხია გაუგებარია
და გამოიძახეს პოლიციას, ვიღაც სხვა მეორე საუკეთესო მცხოვრები ვიღაცა გამოიძახეს პოლიციას და პოლიცია მოვა. აქ მე გაყვება ეს ამ კაცს, ვინც იძალა და ამ ქალზე ხო და გაყვება და ჩვენება მიეცი ჩემთვისო. მის სამსას ჩვენებას. ყველაფერი მე ეს გროვდება მის საპირისპირო. ჩვენება რა ჩვენება უნდა მიცო? არაფერი არ კაცო თქვიო უბრალოდო რომ მატყუებდაო. კაი, ამას დაუწერს რომ ატყუებდა ამ ჩვენებას მისმს ატყუებდა ეს ქალი ამას. დინებას მიყვება, რო არ აჩერებს, რო არ აჩერებს რაღაცა ზნეობრივი მუხრუჭებით რაღაცებს, რაც პრინციპში ნორმალურ ადამიანს უნდა გააჩეროს, ნორმალურ არას ვამბობ, რომ კონვენციურმა ადამიანმა ვსგოთ, რაღაცა ზნეობრივი კატეგორიები ხო, რაღაც კაცი რომელიც ქალს ცემს თავის ოთახში და შურს იძიებს და ასეთი, არ უნდა დაიჭირო მაინც ურთიერთობა ასეთ კაცთან, ან მინიმალური ურთიერთობა დაიჭირო, მისალმება გამარჯვება ნახვამდის და მის ცხოვრებაში და მით უმეტეს ცხოვრების იმ ნაწილში, სადაც ეხება ზუსტად ამ ქალთან ურთიერთობას, რომელსაც ასეთ ჩაგრავს და ასე ურწყავს, იქ მაინც არ მიიღო მონაწილეობა. ეს არაფერი არ აქვს. ამიტომ აი საბედისწერო მოვლენები გროვდება და გროვდება მის ცხოვრებაში. მე ის დაპატიჟებს თავის მეგობართან პლაჟზე და ეს ამბობს რომ არა მარისთან ჩემის შეყვარებულთან უნდა ვიყო. წამოიყვანეს შეყვარებულიც და მიდიან ამ პლაჟზე და იქ ხდება ეს საბედისწერო მოვლენა, რომ ამ ქალის ნათესავები, არაბი ნათესავები აღმოჩნდება გაყვებიან ამ პლაჟზე და იქ ჩხუბი მოხდება, დაჭრიან ამ რაიმონდს და ამის ხელში აღმოჩნდება პისტოლეტი. და რატომ გაუგებარია, რატომ უბრალოდ სიცხეა, გაგრილება უნდა, წავიდეს სახში, იქაც სიცხე არის, აქაც სიცხეა, წასვლაც ერთია, დარჩენაც მეორეა. გამოვალი რაღაცა, თქოს აი ერთი და იგივეა, სად წავიდა? მოდი წავიდე ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩრდილი ვიცი, იქ არის სადაც არაბები იყვნენ. აქ არ ჩანს რომ ის არაბებს ელის რომ იქ ვინმეს ნახავს. ხო, შეიძლება იფიქრო, აი ქვეცნობიერი ხო არ მოქმედებს მასში, რაღაცა რომ იქ არაბები იყვნენ და პისტოლეტი უდევს ჯიბეში და ხო არ ფიქრობს ქვეცნობიერად რომ აი არ ვიცი რაღაცა რომ საფრთხე მოიშოროს და ის არაბები აღარ მოვიდნენ მეტი და იქ მოკლას ეს არაბი, არაფერი მსგავსი არ არის, უბრალოდ ჩრდილი უნდა ადამიანს. ისე საინტერესოა ეს გამოვალ მდგომარეობაზე მე რო ვიტყვით, აი მე ნახავთ კიდე როცა ასამართლებენ და იქ ლაპარაკობს ამ გამოვალ მდგომარეობაზე, მანამდე სიტყვის ერთ ადგილას გამოვალ მდგომარეობას. აი ქალი ეუბნება, როცა მიდიან ეკლესიაში, დედის პანაშვიდზე ხო, მღვდელი მიდის წინ და ეს მანქანა კატაფალკის მანქანა მიდის და მღვდელი და ეს ქალი ამბობს ერთი ვინც გზაზე მიდიან, ერთი 25 წუთის სავალია თუ 45 წუთის სავალი ეკლესიამდე და ქალი უნდა ძალიან ცხელაო, ეხა ნელა რო ვიაროთო, დავისიცხებითო, მზის დარტყმას მიიღებთო და ჩქარა ვიაროთო, გაოფლიანდებითო და ეკლესიაში სიცივეოდო, მე გავცივდებითო. და მე დაუკვირდიო და მართლა გამოუვალი მდგომარეობა იყო. აქაც რაღაც გამოუვალი მდგომარეობის იდეა მე გაახსენდება, ეს გამოუვალი მდგომარეობა მე. აქაც რაღაც ეგეთი სიტუაცია, რომ იქაც სიცხე, აქაც სიცხეა და რა ვქნა და მიდის ჩრდილისკენ. და იქ აღმოჩნდება ის არაბი წევს, საბედისწერო მომენტი იყო. და აქაც შემთხვევითობები ედება ერთმანეთს. ანას იღებს, როგორც შენ თავდაცვის მიზნით, ან არ ვიცი რატო იღებს ანას, შეიძლება თავდასხმის მიზნით. ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანს ძალიან კარგად ნაწარმოებში და ეს ამ დროს ესვრის და რატო ესვრის ვერ გავიგეთ. აი მოტივი თვითონ ვერ ხვდება რატო ესროლა. სიცხე იყო და იმიტომ. რაღაც როგორ კონკრეტული მოტივი რომ შემეშინდა, დანამ გაიელვა კი ბატონო, მაგრამ ამას არ აქვს შემეშინდა, იმიტომ ის შორსაა, ეხა უცებ არ ადგება და ვერ მოკლავს. დანამ გაიელვა არ ნიშნავს რომ უნდა მოკლა ეგრევე, ხო? თუ წამოდგა და მოვიდა შენსკენ, კი ბატონო, მაგრამ არ ჩანს ეს. რატო მოკლა აბა? ვერ გაიგებ, სიცხე იყო. თვითონაც არ იცის. რაღაც გაუგებარი გზნობები აქვს თავის თავში და მე უცნაური კიდე ისა რომ ერთსო ესვრის უკვე უსულოდ აგდიეს და მე დაახლის კიდე 4 ტყვიას და ძალიან ლამაზად ამბობს იმ თავის ბოლოს რომ აი ესე ამ 4 ტყვია დავახალეო კიდევ არა ეგრე არ ამბობს, უფრო პოეტურად ამბობს. აი 4 ტყვი დავაკაკუნეო ჩემი უბედურების კარზეო. რაც ეგრე ამბობს. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს როგორ იტყვის, ის კი არა რომ აქედან დაიწყო ჩემი უბედურება, არაფერი არ გვითქვავს. მაგრამ დავაკაკუნე ჩემი უბედურების კარზე სხვა რაღაცა, ფრაზა სხვანაირად არ აგებული. ის ფრაზის ასე აგება, სხვანაირ განცდებს გიტოვებს და უფრო ადეკვატური ხდები, მაშინ მის შინაგან სამყაროსთან. ხო, რაღაცა ეს გაფიქრებს, ეს ამქენან დაიწყო ჩემი უბედურება არ არის სწორი და აი მე თვითონ დავაკაკუნე ჩემი უბედურების კარზე 4 სროლით, რატო დავაკაკუნე, რა მოხდა მასში? შეიძლება იფიქრო, აი მიუმართავობა, უმიზნობა, საერთოდ რატო ცხოვრობ, აი რას აქვს საერთოდ აზრი? აგერ ჩემო მეგობარმა ხო, აი თიკოს აი
მაგალითად მეგობარი ეუბნება, მოდი, აი სატუ ის რომ სანაგვე მანქანა რომ წავიდა, ეხა შევახტეთ ზემოდან და გავყვეთ ამ მანქანას რა, ზედმეტი არ ვიაროთ და გავეკიდეთო და ბუღი რაღაცა და მე თვითონ რას მივყვებით, აი ასეს თითქოს აი ვაკეთებთ რაღაც საქმეს, მთელი აზარტით, მაგრამ არაფერი არა ეს საქმე, რაღაც უნდა შევახტეთ მანქანას რა მერე. აი შეიძლება ესეთი მომენტია რომ აი უაზრობა, მიუმართავობა ცხოვრების რაღაცა, მაგრამ თან აი რაც არ ვიცი რა უნდა რაღაცა დააკაკუნა უბედურების კარზე. უბედურება მაინც შეცვალოს რაღაცა შეიძლება იქნებ ასე გავიგო აზრი. ამის მერე არის აპატიმრებენ და ეს გამოძიება მიდის და გამოძიებელი ხედავს რომ რაც უცნაური კაცი არის. ისევ არ იქცევა ეს კაცი როგორც ჩვეულებრივი პატიმრები. ჩვეულებრივი პატიმრები მით უმეტეს რომ ესეთ საქმეზე არიან, სადაც შეიძლება სიკვდილი დაგშაჯონ. ყოველთვის რაღაცა იჩენენ ადეკვატურ შიშს, თავდაბლობას, სინანულს და ეს არაფერი მსგავსი არა, ინდიფერენტულია. და რაღაცნაირად ეს საინტერესო ხდება ამ გამოძიებელისთვის ეს კაცი. და ესეც ხდება რომ ეს გამოძიებელი აქამდე ერთი ბრიყვი ვიღაცა ეგონა, მაგრამ მე დააკვირდება რომ საკმაოდ საზრიანი და საინტერესო პიროვნებაა და რაღაცა ხელის შემორთმევას კი მომინდაო ისე სიმპათიით განიმშვალება თავიდან ამ გამოძიებლის მიმართ, მაგრამ მივხვდიო ჩემ მდგომარეობას რომ არადეკვატური ვიქნებოდი ხა ხელი ჩამომერთვა. და მაგრამ მე ეს გამოძიებელი ელაპარაკება რომ კი მაგრამ საერთოდ არ განიცდიო რაც გააკეთეო, საერთოდ არ განიცდიო რომ არიციო რომ კი შენ ამ მდგომარეობაში ხარ რომ არის მოწყალე ღმერთიო და ამოიღებს ჯვარცმას და იციო ეს რა არისო? კი ვიციო. ხო და იციო რომ ყველაფრის პატიება შეუძლიაო? უფალსო და მე არ წამსო ღმერთისო ესეუნეო. როგორ არ წამსო? ეს ხო განადგურებსო მაშინ თელ ჩემს ხედვა სამყაროსო. გინდა რომ თელ ჩემი სამყარო დაიქცესო? რა უნდა ამითი კამის თქვას? რისი თქმა უნდა რომ შენ სხვისი რელიგიური შეხედულება რა შუაშია შენ სამყაროს დაქცევასთან? შეატოვე ასე ვთქვა და ესეც საკითხია რომ შენ იმის გამო რომ შენ ნერვები გეშლება რაღაცის გამო რომ სხვას არ წამს, ნუ მიიტან იერიშს მასზე. მას აქვს თავისი ხელშეუხებელი უნიკალური რაღაცა სივრცე, სადაც არავის არ აქვს უფლება შეტოპოს, არც საზოგადოებას, არც სხვა პიროვნებას. ის თავისისაა, კი ბატონო, რაც კი შენ ხო არ გეხება არა? შენ ხო რატო თვლი რომ შენ გიქცევს ის სამყაროს თავისი შეხედულებით, რაც არ უნდა შეხედულება იყოს, რაც ამდაგვარი აი პრივატული სივრცის გაგება შემოაქვს. პრივატული სივრცის ხელშეუხებლობის, აი რაღაცა თავისი სამყარო არის, არ წავს ღმერთის რატო გონია რომ ის ამითი აშავებს. ეს მოიტანა რა თქმა უნდა დასავლურმა დიდმა ტრადიციამ, ფილოსოფიამ, განვითარებამ ფილოსოფიის პლატონისგან მოყოლებული წახვიდე ხა ეგზისტენციალისტებამ და ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო. პლატონი მაგალითად იტყვის თავის სახელმწიფოში რომ ათეისტო უნდა მიუჩინო ფილოსოფოსიო და დაელაპარაკოსო ათეისტო რომ ათეიზმი არასწორი იდეაა, ლოგიკურ, ონტოლოგიურად არასწორია. დაუსვა ეს შეკითხვა და მიიყვანო იმ აზრამდე რომ შეუძლებელია ღმერთი არ არსებობდეს. და თუ ის მაინც არ დაგიჯერებსო, ესე იგი ის დამნაშავეაო და გავაგდოთ ქალაქიდან. არ მიცეთ ქალაქში ცხოვრების უფლება. და პლატონი ონტოლოგისტია, პლატონი ხედავს რომ ხო ის არა შენი მარტო პრივატული საქმე, წამს თუ არა გწამს, შენ ესე იგი აშავებ იმითი რომ არ უსმენ ბოლომდე არგუმენტებს და ლოგიკას არ მიყვები. მაგრამ აქ სხვანაირად არის, აქ არის ხედვა რომ განვითარდა მე დასავლეთში რომ შენ პირად სამყაროში რაც გინდა ის იფიქრე. არავის არ აქვს უფლება ამის გამო დაგსაჯოს ან უცუდად გამოგაცხადოს. ეს არის უფაქიზესი რაღაც საკითხები შენი შინაგანი სამყაროსი, სადაც სხვას არ აქვს უფლება შეიხედოს. შეიხედოს ან გაგაკრიტიკოს, რომ ასე რატო ხედავ და რატო ასე არ ხედავ. აქედე არის ეს გამოძიებელი, ამაზე შენაირი გულქო ადამიანი არ მინახავს. როგორ ბედავ შენ რომ არ ფიქრობ ქრისტეზე, როგორც ყოლად მოწყალეზე, რომელიც შენთვის სამხელა მსხვერპლი გაიგო და შენი ხსნისთვის ეს გააკეთა, როგორ ბედავ რომ შენ არც აქცევ მას ყურადღებას. არ წამს ეს ამბობს. აი დანაშაულია. და მე ხდება ხოლმე და მე ასეაციებს ანტიქრისტეს ეძახის. აი ეს მომენტია რაღაცა რომ აი აქ უკვე გამოჩნდება ალბათ ის მთავარი სათქმელი რაც უნდა კამიუს ერთ-ერთი მთავარი სათქმელი შეიძლება მე ასე ვხედავ შეიძლება მთავარი სათქმელიც ეს არის რომ რაღაცნაირად ეს მარსო გამოდის გარკვეული ტიპის მოწამე. ნაგაგებით გამოდის მოწამე. გამომცემელს უნდა რომ ჩაეწეროს ეს კონვენციაში რომ მე მინდა შემიბრალოს ქრისტემ. მაგრამ თუ ამას იტყვის ბატონო
მაგრამ თუ ამას იტყვის რა გამოდის რომ თუ ამას იტყვის რომ მე მინდა შემიბრალოს დაჟინო ჯერ გამოძიებაშია საქმე მაგრამ თუ ეს იტყვის რომ ხო მე დამნაშავე ვარ და მე მინდა შემიბრალოს ქრისტემ ეს იმ კონტექსტში იქნება სადაც მას ეშინია რომ არ მოკლან გამოდის რომ ქრისტე მინდა შემიბრალოს ითქმება შიშის კონტექსტში ანუ ეს არ არის გულწრფელი ეს არ არის თავისუფალი ეს არ არის იგივე თავისუფლებით ნათქვამი როგორც მაგალითად ის უყურებს ავტობუსი როგორ მიდის და ღამის სინათლეები როგორ ანათებენ და რაღაც აი ამ ტიპის თავისუფლებაში არ ხდება ეს ხდება წნეხის ქვეშ და წნეხის ქვეშ რატომ უნდა თქვა ის რაც არ მჯერა ჯერ არ ვიცი ბოლომდე ძალიან დიდი დრო უნდა გავიდეს რომ გავიგო მე ამის შესახებ რაღაცა ანუ ასე უცბად იმის გამო რომ სიკვდილის მეშინია თქვა რომ ხო მინდა რომ შემიბრალოს ღმერთმა და დამნაშავე ვარ მე ამას არ ვიტყვი რომ გულწრფელი არ ვიქნები მე დავიცავ ჩემ გულწრფელობას თუნდაც სიკვდილის ფასად ამას მერე ამბობს მაგრამ უკვე აქ გამოჩნდება ეს რომ რაღაცაზე წამსვლელი არ არის შეიძლება მართალია შეიძლება თქვას ეგეთი რაღაც თავი მოატყოს რომ ხო ეხა პრინციპში ხო მასწავლდნენ სკოლაში გამიგია ეკლესიაში ბავშვობაში დავდიოდი და მითხრეს რომ იესო ქრისტემ აი თავი გაწირა ადამიანებისთვის მათი ხსნისათვის ამ სხვებზე წავიდა ხო მეტნაკლებად ხო რაღაცა მესმის ეს რაღაცა და ეხა მით უმეტეს ხო შემიძლია ვთქვა რომ ხო კი ეგრე არის და მართალია მადლიერი ვარ მისი და აი იყავით მოწყალე ჩემთვის იმიტომ რომ ღმერთი ხო მოწყალეა თქვენს დაემსგავსეთ ღმერთს მოწყალებით და ეგება მიშველოთ რამე არ ვაკეთებ ამას იმიტომ რომ ვიცი რომ წნეხის ქვეშ იქნება მაშინ მე მოვიტყუები ჩემ რაზო ვიცალადებ ვიჯიკავებ საკუთარ სინდისთან საკუთარ სულთან რო არ იყოს ეს წნეხი კიდე შეიძლება დავუშვათ სხვა სიტუაციაში მე თვითონ დავინტერესდი ან მე თვითონ წავიკითხო რაღაც მე თვითონ კითხო იმას რამეს მაგრამ ამ კონტექსტში რომ მეუნევიან ამას მაწვევიან ასე ვთქვათ და ჯვარს ასე მიტრიალებენ ცხვირწინ როცა სიცხეა და ბუზები მეხვევიან და არც კი მაქვს შანსი რომ ნორმალურად დავფიქრდე რამეზე ასე დროს მე არ ვიტყვი ამას ამის მერე მიდის და სასამართლო მიდის და სასამართლო ეს ხედავს რომ ყველა კლიშეებით მსჯელობენ ყველანი მასზე როგორც პროკურორი ისე მისი დამცველიც პროკურორი დააკავშირებს ორ საქმეს ერთად იქ ამის მიერ არაბის მოკლას და ისო დედამისის დასაფლავებაზე ასე გულგრილად იქცეოდა მოიყვანს მოწმეებს და ის ყველა იტყვის რომ ხო აი ეს საკმაოდ გულგრილად იქცეოდა დირექტორი იტყვის ას კი მოგთხოვა დედამისის კუბო გაგვეხსნა დაუშვათ არ იცოდა დედამისის ასაკი ზუსტად მე ის იტყვის ეს დარაჯი რომ ხო ყავა შევთავაზე და სიგარეტიც მოწია მე ეს აი შეხედეთ პროკურორიამო სიგარეტი მოწია დამცველი ტყვის შენც ხო მოწია მე სიგარეტი და ხო იმიტომ თვითონ შემოთავაზდა და უხერხული იქნებოდა და ყავა ამან შესთავაზაო თვითონ ამ დარაჯმაო და ეს პროკურორი ტყვის კი დარაჯმა კი შესთავაზა მაგრამ მას უარი უნდა ეთქვა იმიტომ რომ ასეთ დროს არ ხსოვენო რძიან ყავებსო დედამისის კუბოს გვერდითო და რაც მოკლედ ერთი პინგ-პონგი მიდის ამ მოსამართლესა და პროკურორსა და ადვოკატს შორის აი ეს ხედავს რომ თვითონ არ არის ამ პინგ-პონგში არსად ერთ-ერთი ადგება და არ მინდოდაო მოკლაო აბა რატო მოკალიო და მზე იყო ანუ გულწრფელად იტყვის მზე იყო და ხალხს გაეცინება აქ-იქ ხალხს გაეცინება მე ხედავს რომ პროკურორი ჯობნის რიტორიკაში და ეს რიტორიკას არაფერი კავშირი იმ რეალურ მიზეზთან მისი მკვლელობის არ აქვს ძალიან კარგად ააწყობს ეს პროკურორი ლოგიკურად ყველაფერს და შემთხვევითი ჯაჭვები შემთხვევითობის ჯაჭვი ისე ემთხოვა ერთმანეთს რომ მართლა დაიწერება ძალიან კაი დანაშაულის სურათი ესაა გულგრილი ადამიანი დედამისის სიკვდილის მერე მეორე დღეს წავიდა პლაჟზე და ვიღაც ქალთან ერთად კომედია ნახა ასე ეს არ ხდება ხოლმე ესე იგი ესეთი ტიპია და ასეთი გულგრილობის უფსკრული თუ აქვს ეს უფსკრული ჩაგვითრევს თელ საფრანგეთს საფრანგეთს ერი შემოიყვანა საქმეში რომ თელი საფრანგეთი გავნადგურდებით და გულგრილობის უფსკრულში ჩავარდებით თუ ეს არ დავსაჯეთ ესეთი მიდგომა აი ხვალ უნდა გაასამართლოთ კაცი რომელმაც მამა მოკლაო მაგრამ ეს არისო მიზეზი ზუსტად ესეც ისე უნდა გასამართლდესო იმიტომ რომ ასეთები კლავენო მე თავენ ჩობლებსო ეს თუ დავინდეთო მე ბევრი მოკლავს კიდე ეგრე თავის შობელს აი ამ გულგრილობით ხდება ყველაფერი პროკურორიც ესე ლაპარაკობს ამ ჭარბატყოლურად და ეს უგვირდება რომ ხალხიც რაღაც ვინც სასამართლო დარბაზში ზის და ესწრება ამას და თან ესწრება როგორც სენსაციას იმიტომ ერთ-ერთი რეპორტიორი ეტყვის ნაცნობი რეპორტიორი ხო გავბერეთო შენი ამბავიო და ამიტომ მოვიდა ეს ხალხიო მაგრამ რასიზამო ზაფხული არის და ბევრი არაფერი არ ხდებაო და რაღაცა ხო უნდა შეგვევსო გაზეთების გრაფებიო და ეს ხდება ბევრი შემთხვევითობა ედება ერთმანეთს
მაინც დედამისიც იმ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, სანამ ეს დანაშაული მოხდებოდა. ის დანაშაული უამრავი შემთხვევითობის რამე გამო მოხდა. და უცებ ამისგან აწყო კრიალოსანივით რაღაც ლამაზი სურათი საშინელმა დამნაშავემ გულგრილმა, ასე თქვა, გულქვა ადამიანმა თავისი მეგობარი სუტინიორის გამო, რომელსაც უნდოდა რომ დაესაჯოთ ეს ქალი, ვინც მას ატყუებდა თუ რაღაცა, ამის გამო შური იძია მის მაგივრად როგორც მეგობრისთვის ვიღაც არაბზე და მოკლა ის არაბი. მოგე ისე აწყო ეს სიტყვა რომ იქ რო ყოფილიყავი დარბაზში დამსწრე იფიქრებდი მართლა ეგრეა. ამის იგივე არაფერი რეალურად არ ეხება ეს ჩაწიკწიკებული ისტორია მის მდგომარეობას. მაგრამ არც ადვოკატი არის უკეთესი. ადვოკატიც იგივე კატეგორიებში იხილავს, კი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ეს არ არის იმსახურებს ის შეწყალებას, იმიტომ რომ ის არის კარგი მუშაკი, ერთგულად დადიოდა სამსახურში, მეგობრებს უყვარდათ, რაღაც კონვენციურ რაღაც კლიშეებს, სიტყვის რომ ამ კლიშეების გამო უნდა იყოს დაცული. ეს ფიქრობს მარსო რომ კი, მაგრამ რატო ლაპარაკობს ადვოკატი პირველ პირშიო? მე მოვკალიო და ის რა ქვია მაგას ბადრაგი ეტყვის რომ სულ ეგრე ლაპარაკობენ ადვოკატებიო. მე ხო ამითიო კარგაო ჩემ თავს, ეს კი მინდაო ვილაპარაკო, ჩემ საქმეს არ იძიებენო და მე ბატონ კაცი მოკლა რა თქმა. ხო? თავის საყვარლის ძმა იყო, ხო? თუნდაც ძმა იყო, ხო? და ანუ ეს მე მას ამართლებენ, მაგრამ მე სათქმელი არ მაქვს და ჩემ მაგივრად ადვოკატი ლაპარაკობს, ის მე ვიყო, მე მთლიანად ვიკარგები. მთლიანად ვიკარგები კლიშეებში. აღარაფერი ჩემი აღარ დარჩა სათქმელი. მე რომ ვილაპარაკო ადამიანურიანით რომ ვილაპარაკო, რომ აუხსნა ყველას რატომ მოვკალი, ყველა იტყვის რომ გასაგებია, ანუ მე ისეთი რამის გამო მოვკალი, რომ არ ჯდება სასამართლო კატეგორიებში საერთოდ, არანაირ ამ კლიშეებში არ ჯდება. დასიცხული ვიყავი, ცუდად ვიყავი, ფიზიოლოგიურად ცუდად მოვიტავს, ვერ ვაზროვნებდი. რაღაცა იმან დანა მოიღო, არჩენ რაღაცის გამო მზე ძალიან დამაცხუნა მზე იმ მომენტში და ვისროლე. 4-ჯერ მე რატომ მივაყოლეს, არ ვიცი. აი, რაღაცა მოხდა, მაგრამ ვერ ვიტყვი ეს რა იყო. არ მოკლა ნამდვილად არ მინდოდა, შურიზება არ ქონდა, არც ჩემ მეგობრისთვის თავგამოდება არ ქონდა, მოტივი არ ქონდა საერთოდ. რა მოტივია არ ვიცი. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი. ადამიანურად ამ ადგილას ადამიანური დალაპარაკება არავისთან არ შეიძლება და კლიშეებია, გამოუვალი მდგომარეობაა. მარტო კლიშეებმა შეიძლება გადამარჩინოს, კლიშეები მომკლავენ, კლიშეები გადამარჩენენ, მაგრამ ერთი კლიშე თუ მეორეს აჯობებს, იმიტომ რომ უფრო კაი ჭარნეტყოლობით ითქნება ნათქვამი ის კლიშე, რაც პროკურორს აქვს, ვიდრე ის კლიშე, რაც დამცველს აქვს, მე დავიღუპები და ჩემი ხმა საერთოდ აღარ იქნება მერე. არ გაისმება, ჩემი ხმა არავის არ აინტერესებს, ჩემი შინაგანი სამყარო არავის არ აინტერესებს რა მაგულში. და ამის მერე არის რომ უკვე განაჩენი გამოვა, რომ ის უნდა დასაჯონ სიკვდილით. ციხეში თავის ამ განცდებზე ლაპარაკობს, ამ თავის პატარა სიხარულებზე რა ცხოვრებასთან აკავშირებს. ძალიან ეშინია სიკვდილის, არ უნდა სიკვდილი. კი ფიქრობს ფილოსოფიურად, რომ ბოლოში მაინც ხო უნდა მოვკვდე და რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა მოვკვდები თუ 20 წლის მერე. სიკვდილი ყოველთვის ერთნაირი არის, ერთნაირად მძიმე არის, ერთნაირად იდუმალია. ერთნაირად იწვევს ამ ძრწოლას, მაგრამ მაინც მინდა ეს 20 წელი ვიცხოვრო. რატო უნდა წაიღონ ჩემი ცხოვრება? ეგება რამე მოხდეს, რომ არ მომკლან. იქნება იყოს რაღაც შემთხვევით, რაღაც გამოსავალი. ხო შეიძლება ისეთი საწამლავი იყოს დასალევი, რომელიც 10 კლავს, 10-დან 9 კლავს, მაგრამ ერთი გადარჩეს. ხო, უნდა წამეკითხა მე რაღაცა ნაწარმოებები ან მოგონებები ან ანალიზები სიკვდილმიჟილების შესახებ. რომ ვიღაცები გადარჩენილანი ბოლო მომენტში რაღაცა მოხდა და გადარჩნენ, მაგრამ მე გილიოტინაზე უნდა წამიყვანო და გილიოტინაზე თვითონ არ უნდა მინდოდეს რომ გადავრჩე, რომ გილიოტინა გაფუჭდეს, იმიტომ რომ მაინც მე ხელახლა ჩართავენ და მე ისე მომკლავენ და ამიტომ მე უნდა მინდოდეს კიდე, ხედავ რომ მე უნდა მინდოდეს რომ გილიოტინა ძალიან კარგად ამუშავდეს. ეგრევე წამაგდოს თავი რომ ზედმეტად არ დავიტანჯო. და თან ხედავ რომ ეს გილიოტინა აქამდე რომ წარმოგიდგენ რაღაცა ამაღლებულად ეშაფოთზე ადიხარ და ეს გილიოტინა თავს მოგჭრის და რაღაც ამაღლებული ამაში ან არაფერი მსგავსი გამახსენდაო რომ ერთხელ გაზეთში ნახე გილიოტინა დაბლადავს თუ დევსო ქალაქის თავარ მოედანზე მომოჭრან თავი ხო დაბლადევსო თვითონაც ხვენიათო ეს გილიოტინა ამართეს თუ გამართეს ჯობია თქვა არა ამართეს იმიტომ რომ გამართეს იგივე დონეზეა როგორც მიყავთ ეს ჯავდებული და ბანალური რაღაცა არის
ის გილოტინი თავის მოკვეთა და აი ასე ბანალურად უნდა მომკლანო. არ უნდა აშინებს ეს. თან ხედავს ყველა გასაგებია ხო სიკვდილში ყველას აქვს და უნდა აქედან გათავისუფლდეს, მაგრამ ხედავს გარდაუვალობაში არის რაღაცა. სრულ გარდაუვალობაში. და აი აქ ბოლოში არის რომ მღვდელს არ იღებს. და მოდის მე ეს მღვდელი მასთან მაინც და სთავაზობს ასეთ რაღაცას, რომ აი ხო აი მე შენთან მოვედი, მე შენი სიყვარულით მოვედი, ყველას წამს ღმერთის, ხო გულის სიღმეში ხო წამს ღმერთის. არ ამწამს ღმერთის, გულის სიღმეშიც არ ამწამს ეუნება. როგორ კაცო არ შეიძლება ეს ყველა პატიმარს არ ამაქვს დრო არ ამაქვს ამისთვის და მეცაც ეუნება ინტერესიც არ ამაქვს. ანუ ის კი არა რომ მე დავუშვათ შეიძლება დიდხანს რომ ვიცოცხლო ამ საკითხით დავინტერესდე და რაღაცა და მე აღმოვაჩინო რომ ეს არგუმენტი აქეთ არგუმენტი იქეთ. მე საერთოდ ის იმდენად არ ამაქვს ინტერესი რომ არ მწამს და თავის ჩაგდებაც კი არ მინდა რომ საკითხი დავიყენო საკუთარი თავისის. დროს მაკარგვინებ. იმიტომ რომ მე ცოტა გადამჩა სიცოცხლე და ამ სიცოცხლეს ვიყენებ იმისთვის რომ მოусმინო რაღაც ხმებს, გავიხარო იმით რომ კიდევ ერთი დღე მომეცა, იმიტომ რომ ღამე არ ვიძინებ ხოლმე და თუ დილას არ გაისმა ნაბიჯების ხმა, ესე იგი ვიცი რომ 24 საათი კიდევ ვიცხოვრებ. აი დედაჩემ მომითხა რომ ყველა მდგომარეობაში რაღაცა სიხარულები აქვს ადამიანს, ბოლომდე უბედური აროს არ არის ადამიანი და ეს მე აქ გავიგეო სრული სისავსითო, იმიტომ რომ ყოველი ახალი 24 საათი რომ ვიცი რომ ექნება, ეს შემში გამოიწვევს რაღაცა სიხარულსო. ამიტომ მიშლიო ხელსო, შენ რა ხა მეუნები, რომ აი ადამიანის სამართალი სხვა არის, ღმერთის სამართალი სხვა არის და მე თუ ადამიანური სამართალმა დამსაჯა ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი არ მაპატიებს. ამიტომ მე თუ ცოდვას მოვინანიებ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ამბობ მე არ მესმის ცოდვა რა არის. შენც კლიშეებით მოხვედი ჩემთან. შენ მეუნები ცოდვა სინდის ქეჯნა და მე წარსული არ მაინტერესებს ხოლმე, მე სხვანაირად ცხოვრობ, მე ცხოვრობ აწყვთი და მომავლით. და არ მაინტერესებს წარსული და შენ გინდა ხარ წარსული და დავფიქრდე რა შენი კლიშეთი, შენი გადმოსახედიდან თქვა რომ აღიარო ცოდვა, რომელიც მე არც მესმის ეს კატეგორია ცოდვის რა არის და მოგერგო შენ და არ მინდა ამის გაკეთება. ვერ ვიქნები გულწრფელი ჩემ თავთან. და ეს ხთელიონი კაი ესეთი მესმი მოკლედ მე მაინც ვილოცებ შენთვის და ეს წელში ამოვუკე და ნუ ილოცებ ჩემთვის ეუნება. არა გაგუფლება ჩემთვის არ ილოცო. ნუ ილოცებ ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ხდება არ მეხება. ეს მარსო ეუნება ამ მღვდელს რომ არ ილოცო ჩემთვის. ეს ყველაფერი რაც ხდებაო არ მეხება მე. იმის გამო რაღაცები დაემთხვა ერთმა. ხო რატო არ მომართაო, რატო მეუნები ბატონო მღვდელს რატო მეუნები და მე მამაოს რატო არ მეუნები, იმიტომ რომ არ მესმის ეს კატეგორია, შენ მამა ჩემი არა ხარო და რატო მოგმართო მამაოთიო. აი აქ პირველად გამოჩნდება რომ ეს მარსო არ არის უბრალოდ რაც კი არ მიყვება რაღაც თავის განცდებს ასე, ანუ შეგნებულად მიყვება და გარკვეული დემარშიც აქვს. ანუ რაღაცა ასკეზა აქვს რაღაცა შინაგანი, რომ გადაწყვეტილება აქვს. ის კი არ არის რომ ხოლმე მიყვება რაღაცა ამბობს რომ მე რაც არ მწავს იმას არ ვიტყვი. კონვენციას არ მოვერგები. ყველა მამაოს გეძახის, მე მამაოს არ გეძახი. ხო, ნახე, შეიძლება იმაში არ ვიყო დარწმუნებული, რაც მაინტერესებს, მაგრამ რაც არ მაინტერესებს, კი ნამდვილად ვიცი მეთქი მიუგე. და შენ არ გევხარო სოფსო, ყველანიო აქ მე რო ბოლოში ინანიებსო და ალბათ მათ სამისო დრო ქონდათო, რომ ღმერთზე ფიქრობდნენ, მე ამის დრო არ ამაქვსო ეხლა ესე უნება. ხო, ჯობია განსხვავებით ცოდვის სიმძიმისაგან, რომელსაც ახლა ატარებთო. მე არ ვიცი რა არის ცოდვა. მითხრა რომ დამნაშავარ და საჯელსაც ვიხდი. ამაზე მეც ვერაფერს მომთხოვენ და ეს მარსო ეს დამნაშავე როგორც კაი გავიგე რომ ეს მადანაშაულებენ. და რაღაც გაუგებარი რაღაცები თქვა ამ პროკურორმა, რომ საფრანგეთის პროკურორმა და მოსამართლემა საფრანგეთის ხალხის სახელით უნდა დამნაშავა. რატო საფრანგეთის ხალხის სახელით და არა ჩინეთის ხალხის სახელით მაგალითად? რა ბუნდოვანი კატეგორიაა საფრანგეთის ხალხი. ეს ყველაფერი ფარსი არის მაშინ, ყველაფერი გაუგებრობაა. ასეთ მყიფე რაღაცეებზე და დაუჯერებელ რაღაცა მყიფე კატეგორიების მიხედვით ადამიანს სიცოცხლეს არ თმევენ. იმ ქვეყნიურ ცხოვრებაზე თუ ფიქრობ რამესა, კი იმ ქვეყნიურ ცხოვრება მესმის როგორც ადგილი სადაც ამ ქვეყნიურ ცხოვრება მემახსოვრება. ამ ქვეყნიურ ცხოვრებას მეტი არაფერი არ აქვს თავში. არ იცის. და ეს კი ვალდებული ხარ იცოდე. და აი აქ არის მომენტი, როცა ფაქტიურად ეს ბოლომის სიტყვაში არის ეს მანიფესტი ფაქტიურად. ალბათ აი ეს ახალი ტიპის მოწამის მანიფესტი არის, სადაც მარსო ამბობს, რომ მე გამარჯვებული ვარ მაინც. მე მიხარია, კი, მე ვიღებ სიკვდილს, მაგრამ
იმას მაინც არ ვიზამ, არ მოვერგები თუნდაც აი ამ სიკვდილის შიშის ქვეშ და ამ მდგომარეობაშიც კი არ მოვერგები თქვენ კატეგორიებს, რომელიც მე არ ამწამს და ვერ მაიძულებთ ამას. ვერ მომდრეკთ. მე არაფერი შეიძლება ღირს რაღაცა გმირი არა ვარ და რაღაცა, მაგრამ დაუშვათ მოყვასისთვის თავი არ დამიდია და არ ვიცი. მაგრამ ის მაინც მაქვს, რომ აი ამას არ გავაკეთებ, რომ ზედმეტს არ ვიტყვი, რაც ვიცი, იმაზე მეც არ ვიტყვი. ამიტომ უნდა სელესტის ტრაქტირის მე პატრონე რო არის, რომ სასამართლოზე ეკითხებიან, როგორი კაციაო და კაციაო რა. რას ნიშნავს კაცი? აი კაციაო. როგორო? აი ზედმეტს არ ლაპარაკობსო. რაც როცა არ უნდა ლაპარაკიო, ჩუმად არისო. ანუ აი იმას ამბობს მარტო რაც გულში აქვს. და ხა ზედმეტს სიკვდილის შიშის ქვეშაც ვერ მალაპარაკებთ. ვერ დამაფიქრებთ ღმერთზე მარტო იმის გამო, რომ მე სიკვდილის მეშინია. ვერ მაიძულებთ, რომ რაღაცები გავაკეთო, თუნდაც აი ასეთი წნეხის ქვეშ. და მისი გმირობა ზუსტად ეს არის, რომ ბოლომდე გულწრფელი რჩება. აქ არ აქვს შინაარსი ამ გულწრფელობის აღარაა მნიშვნელოვანი. თავარია თვითონ ეს გულწრფელობა. შინაარსი ნებისმიერი შეიძლება იყოს. ანუ თვითონ ის რისთვისაც ხარ გულწრფელი, უკანა პლანზე გადადის. შენ გულწრფელი ხარ, იმიტომ რომ ღმერთის აქ წამს და მისი მცნებები გიყვარს, კი ბატონო, შენ გულწრფელი ხარ, რომ არ წამს ღმერთის და სხვა რაღაცებს გაინტერესებს ცხოვრებაში, კი ბატონო, მაგრამ თავარია ეს გულწრფელობა დაიცვა. აი ამას არ უღალატო. კაცი იყავი, ასე ვთქვათ, ამ გაგებით. ადამიანობა ამ შემთხვევაში ღირსების წერტილად გამოცხადებულია აი ეს მომენტი. და არა ის კი არა თუ რა ირჩიე და რა შეხედულება გაქვს, არამედ ის რომ საერთოდ გაქვს შენი საკუთარი შეხედულება და საერთოდ მიყვები კლიშეებისგან მიღებული კონვენციური რაღაცა წესებისაგან მიღმა ხედავ საკუთარ თავს და არ აიგივებ შენ თავს ამ გამოვალობასთან. გამოვალი მდგომარეობაა შენ თუ ჩაიძირე ამ საზოგადოების შეხედულებებში. შეიძლება ეს რელიგიური შეხედულებებიც იყოს, შეიძლება ყველანაირი შეხედულებები, მაგრამ ეს შეხედულებები გამოვალ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ. ამიტომ სულ უნდა გქონდეს რაღაც დისტანციის განცდა, შენი საკუთარი სამყაროს აგების უნარი, რაც ამ მარსოს აქვს და მარსო ასე ცხოვრობს. აქ არ ჩანს რომ ის ასკეტია და სპეციალურად აკეთებს, ამას თქოს მიშვებული არის. ამოცანაც არა აქვს რომ ეგეთი იყოს, მაგრამ ეგეთი გამოდის, მაგრამ ბოლოში რაღაც მოწამეობრივად ასრულებს ასე თქვა სიცოცხლეს, აი მე ამის მოწამე ვარ, ამისთვის მე თავს დავდებ. და თქვენზე ბედნიერი ვარ. და თქვენ ყველანი აი ეწერებით იმ მოცემულობაში რაც აქამდე იყო. იმ დინებას მიყვებით. რაღაც ამდაგვარი ხედვა არის აქ გადმოცემული, ამიტომ რაღაც ეს ნაწარმოები ეპოქალური და დიდ ნაწარმოებად ითვლება ამის გამო, რაღაც ახალი ტიპის მოწამეობაზე აქვს საუბარი. ეს მარტო კამიუ არ არის, რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრადიცია არის ნიცშედან მოყოლებული, სადაც ონტოლოგიის გაუქმებაზე შეიძლება ლაპარაკი, ხო, ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების გაუქმება და გადასვლა იმაზე, რომ თითოეული ადამიანის პირადი თავისი სამყარო მნიშვნელოვანი არის, თავისი შემოქმედებით მიღწეული რაღაც ფასეულობები მნიშვნელოვანი არის. და სხვა ფასეულობები, რაღაცა ობიექტური, ასე ვთქვათ, ღვთიური, გააუქმა ნიცშემ. მე არ ვიტყვი ეს სწორი არის, რა თქმა უნდა, არასწორი არის ეს გაუქმება. გარკვეული მეტაფიზიკური აზრით არასწორი არის, იმიტომ რომ ღვთიური არსებობს და არის ადამიანის სტრუქტურა, რაღაც შინაგანი და ბუნებრივი რაც არის, რომ ახლობელი ადამიანის წასვლა გლოვას იწვევს ადამიანში და ეს დაფიქსირებულია წესებით. ეს წესები არ არის მარტო კონვენციური, ეს ბუნებაზე დაფუძნებულია, ონტოლოგიაზე დაფუძნებულია. ამიტომ რადიკალურად ონტოლოგიის უარყოფა და მარტო ფსიქოლოგიის დატოვება არასწორი არის. მაგრამ რასაც ესენი აკეთებენ ეგზისტენციალისტები, მნიშვნელოვანია ასევე. რა გაგებით, რომ ახალმა დრომ მოითხოვა, რომ ის რაც ახალმა დრომ მოითხოვა, რომ პასუხისმგებლობის სხვა ხარისხში გქონდეს თუნდაც ეს ონტოლოგიური რწმენა, თუნდაც ღმერთის რწმენა. ანუ ეს სულიერი მოვლენაა, რასაც ეს მარსო აკეთებს აქ. ეს მართან ნამდვილი გმირობა არის. ამიტომ ის ფენომენი, რაც მან გამოკვეთა, გულწრფელობის ფენომენი, ნიშნავენ ყველასთვის, მორწმუნესთვისაც, არამორწმუნესთვისაც. მორწმუნეც როცა წაიკითხავს ამას. რაღაცნაირად ფიქრობს და ხედავს, რომ ისიც ვალდებულია თუ წამს, ეს იყოს დაფუძნებული ასეთივე, როგორ თქვა, ანგარიშმიუცემელ გულწრფელობაზე, როგორიც აქვს მარსოს.
აბოთფილოს მაგალითად არავინ არ აძალებდა, რომ აბოთფილოს არავინ წნეხი არ აძალებდა, რომ წასულიყო სიკვდილზე. ის სრულ გულწრფელობაში იყო ასე, ხო? მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მორწმუნეა, იმიტომ რომ ეშინია თანამდებობა არ მისცენან, რაღაცის გამო, არ ვიცი რა, საზოგადოებაში სახელი კონდეს ან არ ვიცი. 1000 ღალატი შეიძლება საკუთარი თავის ამ გულწრფელობის. ამიტომ ეს ათავისუფლებს ესეთი მოთხრობა და არ მარტო ეს მოთხრობა, ზოგადად ეს ეგზისტენციალური ფილოსოფია, მათ შორის ქრისტიანი ეგზისტენციალისტების კიერკეგორი ავიღოთ, ხო? ათავისუფლებენ აი ამ სულიერ მომენტს გულწრფელობის, რომ შენ ვალდებული ხარ აი თავისუფლების აი ამ ხარისხში გქონდეს აი თუნდაც ის რაც ონტოლოგიურად ღვთიურად სწორი არის. ანუ ღვთიურთან ურთიერთობა გქონდეს შენი პირადი ეგზისტენციალური, ანუ პირადად გულწრფელი. არ არის საკმარისი მარტო ის, რომ საზოგადოებამ რაღაც გასწავლა. შენ თვითონ კიდე მეტი შეკითხვა დაუსი, მეტი შემოქმედებითობა გქონდეს იმასთან, რაც მიგაშნია სწორედ. მუდმივ დიალოგში იყავი საკუთარ ხედვებთან, საკუთარ რწმენასთან და გაბედულიც იყავი. სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, რომ მე ვფიქრობ, რომ სრული გულწრფელობა მიგიყვანს ონტოლოგიამდე. რა თქმა უნდა, ონტოლოგია მნიშვნელოვანია, რწმენა მნიშვნელოვანია, ხა შენ თუ იცი, რომ ადამიანი არის ღვთის ხატად გაჩენილი და ძაღლი არაა ღვთის ხატად გაჩენილი, შენ თუ ძაღლი უფრო გიყვარს, ადამიანი პრობლემაა. ისიც პრობლემაა, დედა თუ გარდაგეცვალა და გულგრილი ხარ და რაღაც პლაჟზე გინდა წასვლა და ვიღაც გოგოსთან ცურავ, უნდა ის შეცბება ის გოგო თვითონ, ხო, თავიდან ის მარი და უნდა მიხვდე რომ პრობლემა გაქვს. ცუდად გაიზარდა, ესე იგი, რომ ეს გნობები არა გაქვს, რა. ანუ ფიქრობ, ამიტომ რწმენა არის რაღაცა, რწმენა, ონტოლოგიური რწმენა არის პრინციპი, რითიც უნდა აღზარდო შენი გზნობები. მარტო ეს ეგზისტენციალური მიუშვი, მე ვფიქრობ, მცდარია. აი ეს უცხო გარკვეულიად თითოეულ ჩვენგანს მიმართავს. მორწმუნე ხარ, ურწმუნე ხარ, რაღაცა ტიპის უცხოობა უნდა გქონდეს გულში, რომ ყველაფრის მიმართ, რასაც იღებ, გაზეთიდან იქნება ეს, ინტერნეტიდან იქნება ეს, რა ვიცი, ნებისმიერ ადგილიდან, ეკლესიიდან იქნება ეს თუ ფილოსოფიური ლექსიიდან იქნება, ყველაფერი მივიღო გარკვეული როგორც უცხო. არ გავყო ეგრევე, რაღაცა დისტანცია მქონდეს ამისგან. და მე თვითონ განვიხილო, ჩემი გონების თვალში გავატარო ეს ყველაფერი. მართლა სერიოზულად დასვა შეკითხვები, ფილოსოფიური შეკითხვები, ყველაფერი ბიოლოგიური ცხოვრება თუ არის ჩვენში, აი თომა აქვინელის შეკითხვები, პლატონის შეკითხვები, კიერკეგორის შეკითხვები რო დასვა. ადვილია მე ილაპარაკო, რომ ყველაფერი შემთხვევითობაა. ანუ სერიოზულად დაგისვას ეს შეკითხვა, დაუშვათ ეს ფილოსოფიური შეკითხვა. შენი აგნოსტიკური პოზიცია გამაგრებულია დიდი ფიქრით და ღრმა ფიქრით თუ ისე უბრალოდ რაღაცა აი აგნოსტიკოსი ვარ, ათეისტი ვარ და ამაყობ ამითი და არც კი ფიქრობ რას ამბობ. გესმის საერთოდ რას ამბობ და თუ მართლა ღრმა ფიქრის შედეგადაა, მაშინ კი ბატონო არიან ესეთებიც, ხო? ბიბლიაში წერია დაფარული არის ბრძენებისთვის და ღია ბავშვებისთვისო, რა. საიდუმლოება მარტო ლოგიკურად არ აიხსნება ყველაფერი. კარგი, ეს ჩვენი დამაგვირგვინებელი საუბარი იყო. არ ნიშნავს ბოლოს, შეიძლება კიდე გაკეთდეს ასეთი შეხვედრები და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოსვლისთვის, ვისაც არ გეზარებოდათ, მოდიოდით, კითხვებს სვავდით, კითხულობდით. დიდი სიამოვნება იყო ეს. დიდი მადლობა.